ხან ხომ მართვის მოწმობის გამოცდა ჩავაბარი, თეორია და პრაქტიკა. პროფესიონალი ვარ უკვე. მოგვილოცნია, მაგრამ პროფესიონალი კი არა, შუმახერი კიდე. ანასტასია სკოლაში მანქანით წამიყვან ხოლმე? კი წაგიყვან ხოლმე მანქანით, ოღონდ მანქანა არ ბყავს და ქალაქი დამჭა კიდე ჩასაბარებელი. ვაიმე, მაქალაქის ჯავშნებზე წეწვაგლეჯვაა სულ მის დღემში. დედა, შენ რატო არ მიულოცე ანასტასიას გამოცდების ჩაბარება? იმიტომ რომ დაჯდება მანქანაზე დაიმტრობა და მე მოსალოცოთ აღარ გექნებათ საქმე. ინგა ჩემი გიშერი სადევს, ავითვალის გარო დამიცვას. ჩემი კლასელები სკოლაში სულ მანქანებით მოდიან, მე დავდივარ მარტო ფეხით. მე ჯანმრთელობა როა, მარიკო, ფეხით სიარული არ იცი შენ? მე მინდა რომ მანქანით მივიდე ხოლმე, არ მინდა ჯანმრთელობა. რებს ამბობს უყურეთ რა. აი შეიკრები ახალწლებზე კუჩი და თუ არ გენდობება ჯანმრთელობა მაგასაც ვნახავთ მერე. თიკო თეორია და პრაქტიკა ჩავაბარი მართვის მოწმობის. ვინ არის ლეიქვინი? ხშენი. თიკოს მაგროდ ლექტორ თიკოს გაუგზავნე ეს ვოისი. არ იშლება. თელიღამი გავათინე წუხელის. ვინც ეს ქალაქის ჩაბარება მოიგონა მართვის მოწმობაზე. უნდა გაიხსნას ქალაქის ჯავშნები და ველოდები. მოსასწრებია. რა ღამე გაათენე, გოგო? აქიჭექი მთელი ღამე მართლა, გათხოვებაც გამორთული იყო. დედა რას უკავს თვალები? ხო და თან შემამცივნა. ბოლო 1 საათში სამჯერ ვიყავი უკვე ტუალეტში. აუ რამე წამალი დამალევინე რა. ეგ თიკო იქნება, კი ხუწები გავუღეკარებთ, რომ მე რო ავდგე ისევ ტუალეტში მომინდება. ინგა და გამარჯობა. ანასტასია ძალიან მაგარი ამბავი მოგიტანე. ხო არ დაგიჯავშნია ჯერ ქალაქი. ხო და ამ საიტზე დარეგისტრირდი მიდი. მაჩვენე გაიხსნა წერტილი G. ვა, რა საკაიფოა. 4 ლარი ღირს თან ერთი თვე. ხო და ეგრევე გაგაგებინებს ქალაქის ჯავშნები გაიხსნება თუ არა და მოასწრებ. დედანეტა აქამდე გეთქვა შვილო ეგ საიტი ღამე გაუთენებია წუხელის. აჰა ეს წამალი დალი ანასტასია ესეც მიაყოლე. აუ რა ბანძი ხარ გოგო, ღამე ისედაც არ იხსნება ეგ ჯავშნები და რამ გაგათენებინა. აუ რა ვისუ გამოუშტერდი. ეგა რეგისტრაციაც გავლიდია. ეხლა შემიძლია რომ 7-ად დაველოდო. თიკო ყავა სხვა დალევ. აუ კი. მიდი დაადგი, მე ტუალეტში შევალ უცბად. და როგორ გაათენა, როგორ ბრაზდები რა. ხო, თან გაციებულა, მაგრამ კაია გაციების წამალი რომ მეცი თუ უშველის მალე ეგ. რა გაციების ძილის წამალი მივეცი კაცო იქნება დაიძინოს. ვაი, მე ქალაქის ჯავშნები გაიხსნაო. ანასტასია! გესმის? ანასტასია, გაიხსნა გოგო ჯავშნები, გამოდი. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხადო. აუ ხა, მიდი რა მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რომ დაიწერო. აუ ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგ მაფრთხილა რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხოიც ლოკაცია შეიცვალეს. ვაკის მოპირდაპირეთ არიან ეხლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთვენება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერარი მინდა და სად დავიხატო ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ სად. სადა მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებ და. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებია ჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. თიკლანილა ტალახია მანდ. სად აბა რაზე ამბობ? შენ ფიხსაც მელზია უკვე დაიგვიანე. აუ, კაი რა, ჩემი თეთრი კეტები. მოიცა, ეს გიო არ არის მოპედით რომ მოდის? გიო! ვახ, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და მადარტისლობიანი გაგიჩითეთ რა. აუ, ძალიან კაი, ანუ დაიწყე ხო გიო მუშაობა? დავიწყე რომელია თუ დავრბივარ გიჟივით მთელი დღეა რა. 30-მდე შეკვეთა მქონდა მარტო გუშინ რა. ძალიან საკაიფო პირობებია და კარგად ავეწყე რა მომწონს. თუ ვინმეს უნდოდეს, ვაკანსიები არ ეკიდე და მომწეროს რა. ძალიან კაი მოპედია გიო, ჩემს მას უნდა რომ ეგეთი ყავდეს.
ხო, ჩემი მოპედია ეს. მაგით მუშაობ დამახ შეკვეთები ჩაულებრივად. აუ, დიაჩემ მომწერა, ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა. აუ, რა კაია. ლობიანზე ვთქვი, მეზობლის დაღუპვა სამწუხაროა ნამდვილად. აუ, ძალიან კაი ქალი იყო, სულ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და უყვარდი ძალიან. კაი, ახლა ეგრეთ ვინერვიულებ რა, ასაკში იყო უკვე ეგ ქალი. ხო, ნუ ვიცდები რომ არ ვინერვიულ, ამ ლობიანს წავიღებ მე. მოიცა, ლობიანი სად მიგაქვს? აუ, გლობობ მე მგონი ხა? ზიაბებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანე დასახვედრად. ესე იგი რა, ჩირები და სულხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი. აუ, ძალიან მიფციდე იმ ტუალეტში შევალ. შედი ხო? დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში. იკაცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვეში დამეხმარეთ. კიდე პრობლემა აქვს ალბათ, აი მოგზანდით Paybox-თან. აუ, ვერ შევედი იმ ტუალეტში. 54 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, აჰა გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაც აკეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Paybox-ის გეთამაშებაში ჩავდე ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე იყო რა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდე. ესე იგი, მე აქვს წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი, მაგ და კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გავმართი. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ეს კიდე სუმკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეცი და ჩავარდ ბილიონდაკებში. ოღონდ დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტირილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. ჩილკუ ორვე. ვაიმე, როგორ მიყვარს ეგ ქორწილის სიმღერა. რა ქორწილი, ახალი წლის სიმღერა? ოღონდ შელახული და გაპარტახებული. ერთეულებს სანტად შეურაცხყოფილია და ინგლისური ენაც. აბა ნოემბერში რო იყიდე ნაძვისხე და სახლში მოიტანე რა გეგონა. ეგ სახლის ნაძვისხე არ არის, ჩემ ოთახში უნდა დავდო. აქ არ გამოიტანო, რომ დომოდეთ იცვიყიდი. აუ, მეც მინდა ჩემი ოთახისთვის ასეთი, თავისით რო ანათებდეს. დიახ, თავისით ანათებს, სინათლეზე იდენება. საიტია JRG, უთხარი ინგას და გიყიდის, მარტო მაგათ აქვთ. ხოლია, გოგო ნაძვისხე იყიდა ანასტასიამ გამოდი გაჩვენო, გაგიჟდები. მყავაც გამოაყოლე დავლიოთ. კაი. ბავშვი ანასტასიას თავის ოთახში აქ ნაძვისხე და ღამე როგორ მოუპარო მას სწავლით. შედი დაიღე. ორა დებილია ვასოდა. შედი ვარ ოთახში. ნაძვისხე. ბავშვი. რა საკეთებ დებილო ბავშვი, ვიცვლი. ვასო გამწუყნეს იქითაუბნით ბავშვებმა. აუ, ომარიკო, სუდალე ურჯებული გაქვს თვალი, ვინ გცემა? აუ, ვასო რანუები ხარ? მართალი კი არ არის, რაც ეს ეკრასკავებით დავიხატე. აუ, ჰელომინზე არ წავიდეთ, დედა ჩვენებს უთხრათ და წაგვიყვანენ. აუ, ვიცით სატარდება? ლიდერ სპორტ არენაზე ზეკ. ის როა ირაკლი კამკუსა, ეგ აკეთებს ძალიან დიდ ბურგერს და უფასო იქნებაო. 29-ში 2 საათზე. აუ, მეც ნახე ახლა რა კაია. სახეზეც დავიხატოთ რაღაცეები, გრიმები და მაკიაჟები. რავი, შენ თუ გინდა დაიხატე, მაგრამ იქ იქნება ერთი გოგო და დაახატავს უფასოდ ბავშვებსო. ედო გუშინეგეც კამკუსას თორზე. აუ, ცოტნესაც რო უთხრათ, მაგრამ მე დედამისის მეშინია. ისე ცოტნეს გრიმიტი არ დაჭირდება, დედამის დალჰუჯებული ყავს სულ. აუ, რანაირი ქალია ცოტნეს დედა, ჩვენც გვცემა. ნუ მე არა, რო დაინახა ჩალურჯებული მქონდა თვალი, ეს უკვე ვცემეო ეგონა და თქვენ გცემათ. ჩემთვის არ დაულურჯებია თვალი, ცხვირში რომ მქონდა თითი მაშინ ჩამარტყა. არა უშავს გაგვივლის მანამდე. 29-ში კი გვექნება, მაგრამ იქ მაინც ვერავინ არ მიხვდება, მართალია თუ ტყუილი. ხო, მე უთხარი უკვე დედაჩემს და ეხლა ასულა და ეჩხუბება ცოტნეს დედას. აი, მოდის დედაჩემი. ვერ არის ეს ქალი, ხო იცით რა? ადექიო მარიკო წამოდის სახლში. მზიებებოს 12 კვილი მოძრა. პროტაზე იყო ეგა. ხმათურა შტერეალე. მეც მინდა ასეთი კბილები, რომ მოვიძრო ხოლმე და ისევ გავიკეთო. რა უნდა მე მაგას? დადექი მიდი კედელთან დაკრიჭე კბილები, მე ჩაქუჩს მოვიტან და ეგ არის.
აი გოგო რეებსეურები მართლა იზამს. მომისმინეთ ახლა ამდენი ბილეთი გვაქვს ჩვენ გათამაშების. შენ 18 და მზიებებო 113. 18 და 113, ხო? აჰა. ხო და დაგიმატებთ და ჩემ ბილეთებსაც გაბევდება რაღაცნაირად შეგურიოთ, ხო? ისე საიდან მოაგროვე შენ ამდენი ბილეთი? გადასახადებს ცელი სოფელი მაგეთი ხდის. მეტი არც არაფერი არ გვიდგას სოფელში Paybox-ისგან და Paybox-ია და Paybox-ი ქვია მაგას. და ისე ჯობია ადამიანმა SMS კვითარია იყო, ვიდრე ქაღალდის კვითრები, რომ ბუნებასაც გაუფრთხილდე. ბილეთების ჩუქებას კიდე არანაირი აზრი არა აქვს. ეხლა Viber-ის ლინკით გაგაწევრიანებთ Paybox-ის არხზე და 5 ბილეთი კიდე დაგემატებათ. წარმოვიდგინე, ეხლა პირადი კაბინეტი და მზიებებო რო ტელეფონის ნომერს ამატებთ. 10 წამში იქნა ეგ მზიებებო, რასაც ინგაზე ვერ ვიტყოდი. ჯერ ხო ნომერი ძლივ შეიყვანე და მე კიდე სუდალეწა ის სენსორიანი აპარატი. არაფერიც არ დამილეწავს, ვაშაკიდეთ თქვენნაირები. დალეცა. კაცრავად გადაიწიეთ რა ცოტა. გადაიწიეთ რა. ზარდავით რა შეუძლებია. კაცრავად ხო ვერ დამცვავდით მან გოგონა. რა ვერაფერი მткиვა. ფეხმძიმედ ვარ, დამსვი ეხლა. მუცელი არ გეტყობათ საერთოდ ქალბატონო. ამ კაცს ხო აქვს დიდი მუცელი. ეს დასვით მაშინ ეს არის ფეხმძიმედ. ჩემთან რა გიდათ ქალბატონო, რა ვჭამე თქვენთან? მე ვჭამე ამ ავტობუსში რო ამოვედი. ვაიმე, რა ადგილას ვართ, ვერ ვხედავ და. დიდი დიღმის შესასვლელში ვართ ქალბატონო, გუდვილთან. მანდ ნახევარი საათის წინ არ ვიყავით? მერე რასაცობია ქალბატონო ვერ ხედავთ, წევით დადის ავტობუსი. ხო, ისეთი შეკრულობა ქონდა, რომ 3 დღე გაუგრძელდა. შეკრულობა. ხო, ვერაშვებოდა. სახში და ევროკავშირში ერთობლივად შევალთ ჩვენ მე მგონი. ვაიმე, თუ გახვალეთ რას ამოდიხართ კაცო ავტობუსში? 1000 ვირუსია და აღწელებთ. რა ვირუსი ქალბატონო, ორი პაჩკა პაპიროსი მოუწია მარტო ავტობუსში. ისა ნოტარიუსთან გააჩერით რა მოთხოვნითზე. ვაიმე, ვერ გაიგო მე მგონი. ნოტარიუსთან გაუჩერეთ ამ ქალბატონს, ანდერძვიათ აწეროს გონია იმდენი ხანია ავტობუსში. ასაღარ იტყვიან. შენ მაინც არ დამსვი ხო? კი ბატონო. ბავშვებო, დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიკეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოტდოგს ვჭამდი მას. ხო და ეხლა ის ჰოტდოგი ნაკრას ტუალეტში. წადი ხო? მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. 3 გვერდი აქვს, 3 კუთხე აქვს და მოსიძის თავს გავს. მას 2 კუთხედი არსებობს? არა, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შეგვიშვა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გაძხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. დათარსული ვარ დილიდან რა. რატო? შეჭამე დილით რომ მაკარონი გააკეთე და მიხვდები. რატო და ამოვდიოდი კიბებს და გადამებრუნდა ფეხი. დავაოხრე ფეხსაცმელი რა. როდის იყიდე ფეხსაცმელი არ მახსოვს.
აიმე, ეს ფეხსაცმელი ვიყიდე 96 წელს. გადასასვლელ ხიდთან იჯდა ხოლმე ერთი ქალი. კონტრაბანდული ტავარი ქონდა ხოლმე და სულ მაგას ნაყიდულობდი ყველაფერს. დაარბიეს მე ეგ ქალი. 96-ში თუ ვიყიდე, ესე იგი უწევდა უკვე. მარტო ფეხსაცმელი რო იყოს, რას დავეძებ რა. ინგა ეს ვერდისფერი შარველი სად დაითრიე? სად დავითრიე და შევყარე თეთრების არეცხ მანქანაში და შეყოლია შენი წითელი მაიკა და აჰა. შენი ფეხსაცმელი გაკეთდება? გაკეთდება კი, მაგებნო გადავიდეს ინგა აფხაზეთში, რო დავიბრუნებთ. ხო, ვიცინე შენ და მიმაქაგერი ხელოსანთან. წავედ და ჭკვიანად იყავით იცოდე. ომარიკო მაკარონი არ გინდა? არ მომეწონა მაგ მაკარონის სუნი. შენ გემოვნანახო. ჯანდაბა. რატომ მობრუნდი ინგა? ტროტუარზე ვიდექი და მთელი გუბე წყალი შემომასხა მანქანამ რა. რა დღე დამითენდა. ლელობა მოხდა ჩვენ კორპუსში და შეიძლება რომ პოლიცია მოვიდეს. ვაიმე გავიგე ხო, საწყალი ქალი კაცო, ვინ მოკლა რა უბედურება არა. პოლიცია მოვიდა მე მგონი, გავხედო. გამარჯობა ქალბატონო, ყველასთან დაკავშირებით გვინდა ორიოდე კითხვის დასმა. დედა 5 იყოს კაცო თუ გინდათ რას ლაპარაკობთ? რაიმე საეჭო ხო შეგიმჩნევიათ ბოლო 1 საათში. რაიმე საეჭოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოძიებას თუ დაეხმარება, თქვენთან დიდი ბოდიშის მოხდით, 2 დღეა შარდავს ვიღაცა ლიფტში. ხო შეიძლება რომ მკვლელი იყოს. დედანა სად არის? რომელი დანა ომარიკო? გუშინიც გვემუქრებოდი. კარგი დაგემშვიდობებით, მაშინ სხვებიც უნდა გამოვკითხოთ. ნახვამდის. გამარჯობათ, მკვლელობასთან დაკავშირებით ხომ არიცით რამე? სამწუხაროდ მე არაფერი გამიგია, მაგრამ ჩემი ქმარი გარდაიცვალა ადრე. ნაცნავში შეერჭოდა და შეიძლება რომ ამ ქალსაც იგივე დაემართა. გამარჯობათ? მოგესალმებით ქალბატონო, მკვლელობასთან დაკავშირებით გვაქვს ორიოდე შეკითხვა და თუ შეიძლება რომ შემოვიდეთ. თემური ჩაიცი. მოგძანდით. ეგ კაცი არ იქნება სახში 1 საათის წინ გავიდა. დიდი ჩანთა ეჭირა ხელში და წყავის ხელსათმანები ეცვა. და კიდე წითელი რაღაცეები ქონდა საროჭკაზე. ალბათ ეგ არის მკვლელი. იქით წავიდა. თემატიკა რო არ დავწერო, არ შეიძლება? აუ, შემეშალა. დაიწყო რა, ჩემი ჯოჯოხეთი დაიწყო. უყურე. დაწერე მიდი X გამოვაკლოთ. X გამოვაკლოთ. ხო, მიდი. შეხედე მიმატება დაწერა, ამუტვინო მამან. ამოხეო. უკვე 23 ამოხეული ფურცელი დავთვალე. 17 მშრალი და 6 ცრემლიანი. კლასერის გარო გადავიწერო, არ შეიძლება. არა, რებს ამბობს ხედავ. დაჟები და მარტო დაწერე ხლა მაგას. სანამ დანაამიღია. მე სიტყვილად მიყურებ, იმეცადინე უკვე. და თიკოს ველოდები რომ დამირეკოს. ომარიკო, მოდი, მოიხარშა ეს კვერცხი. საჭმელი როგორ გადავყარო, თორე კი ხარ ღირსი რა. დავწერე ძლივს და აქ დავდებ. ხო თიკო. დაიწერეთ ჩავიწერე. 23-67. კაი ჯიგარს ვენახარ იმენა. აუ, დავალების ფურცელია მოპიყია. დაწერე მიდი, X გამოვაკლოთ. დაიწერეთ წუთი გავიხსენო როგორ იწერება X-ი. რა X-ი როგორ იწერება, გოგო? როგორ მოაღწია 12 კლასამდე? Hello teacher, how are you? Oh, თქვენ როგორ გიკითხოთ? Today we have a little test to write, okay? Okay. I am tired, but Tikla is so ready for the test. Oh, really? მაშინ თეკლას ყველაზე რთულ ვარიანტს მივცემ. აი, გამიმართვი. გოგოშენ ნორმალური ხარ? ეგ იმის გამო რომ წეღან თავში ჩამაფერფლი სიგარეტი. გოგოებო, სანამ ტესტის წერას დავიწყებთ, let's have a little speaking exercise, okay?
Okay, no problem. აბა თეკლა. Describe your friend with 3 words, please. სამი სიტყვით დაახასიათე ანასტასია. Beautiful, smart, good. როგორი კარგი სიტყვები გაიმეტა. ისე დღეს რო არ არიან თამთა და თიკო, ძალიან ჩამორჩებიანი ცუდი გააფრთხილეთ რა. კარგი ანასტასია, do the same, please. Stupid, silly and horny all the time. თეკლა ეთახმები? Yes, I am. Okay, let's just begin the test. რა თქვა? სენდვიჩები ხوار კიდეთ გაგიკეთო თუ. აუ კი, მას მე შეჭამ ერთ სენდვიჩს თუ შეიძლება. აუ ისე ძალიან მაგრა ვიბაძრე ხა? კი დაგლიჯე. ვაშო ბუნება ისწავლე, ნიც არ გამომკითხოს. რა? არაფერი. ბავშვებო, დასხედით. აბა დღევანდელი გაკვეთილი რაზე გქონდა ხეებზე, ხო? დიახ, მას. არ ჭირდება დაზუსტება რა. დავსვავ კითხვებს და მიპასუხებთ. აუ მე არ მისწავლია, ვერ გავიგე ვერაფერი ამ გაკვეთილში. რაკნა იცი, ვითო როლში რაღაცას წერ და არ კითხავს არაფერს. აბა ხის ფოთლები, ვინ მეტყვის რატომ სჭირდება ხეს ფოთლები? აბა ლომსაძე გისმენ? ხეს ფოთლები ცვივა. აი ღირა რო გაგწვიდება ერთები, მაგას მე ნახავ. რა პასუხია ეგ? აბა სრული პასუხი ვინ იცის? შენ ორიანი. მიპასუხე კვინიკაძე. ხეს ფოთლები იმიტომ აქვს, რომ შეისუნთქოს ნახშირორჟანგი და მოგცეს ჟანგბადი. ძალიან კარგი. აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის რატომ უნდა დავრგოთ ეზოში ხე? ხე იმის ამან დავრგოთ, მასწავლებელო რო გეიზრდება, მე მოუჭრათ და გქონდეს შეშა. თქვენ ოჯახში ალბათ ჯერ არ შემოუღწევია, ხო გაზის გამათბობლებს. მაშინ ხოდა ერთხელ ღუმელი და ბებიაჩემა გააჩინა ხანძარი, დაგვეწვა მე ის სახლი. ხო, აი რა საშიშია. აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი? აბა კვინიკაძე. დედაჩემი ამბობს, სიგარეტს თუ მოწევ, კიბო გაგიჩნდებაო, მაგრამ თვითონ სულ ეწევა. სიკვდილის ნატრობს ხოლმე. ხო, ალბათ ეხლა ეგ ოჯახშია პრობლემები. მას საჭირო ოთახში რო გავიდა შეიძლება? რა იყო ბერიძე სახში ვერ მოითავე? არა. აბა ომარიკო, მთელი გაკვეთილია რო ჩუმად ხარ. საიდან იღებს ხე საკვებს და წყალს? მას ბერიძე წყალს აქცევს, მე მგონი იატაკზე. აბა დღევანდელი გაკვეთილი, გრიგოლ ხანძთელი ვისწავლეთ, ხო? აუ ძალიან სოფლურად წერე და მე ვერ ვკითხულობ, ცუდად ხვდები. იხლა უყურით მას. თეკლე საყვარელი პერსონაჟი არ ყავს გრიგოლ ხანძთელიდან? აუ კი, სიძვის დიაც მომეწონა ძალიან პროსტა რაღაცნაირი სახელი და გვარი აქვს, ხო? ეგ არ არის სახელი და კარგი თემები ხო დაწერეთ. აუ მას მე ვერ დავწერე, სტუმრები მყავდა და მერი არ იცით ამთა? სტუმარი რო ღვთისაა. მას აქ რო ეწერა გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი ცოცხლაო მართალია? კი, 102 წელი იცოცხლა გრიგოლმა, საოცარია რა. ხადაობთ ხო? 102 წელი რომ მომკლავ ვერ ვიცოცხლებ. რატო თეკლა? სადაც 102 ბიჭი ყავდა შენ ადგილას მაგას არ ვიტყოდი. როგორც ჩემამდე მოდის ინფორმაციები არ შენ არ აკლებ, ხო? რა იყო სიმართლე მწარეა, ხო? რაც გაჩუმებულ ხარ. ბრძნად მეტყველება ივერცხლიარს, ხოლო მდუმარება ოქროის ჩეული. არ მიაქციოთ ყურადღება მას, სოფლურ ენაზე ლაპარაკობს. მარიკო, გაიყინები ტრუნსიქში ჩაისვის სხვა შარბალი, სანამ ამას დავაკერებ. საქმე გამომიჩინეთ რა. რა მექნა, ბავშვებმა მითხრეს, რომ ჩაჯექში პაკაჩიო და გაიხა. კიდე კაირო ტრუნსიკი მაინც დაგჩვენ მთელი.
და ბოლომდე არ შეიცხვი. მე გაჩერდი გოგო კიდე კაი. ისე ისეთ აზარში შევედი რომ რაც კი დასაკერებელი ქონდა სახში დავაკერე ყველაფერი რა. რა გააკეთე? ჩემი დახეული ჯინსები თუ დააკერე? ეგეთი იყო ეგ. რა ვიცი გენაცვალე რანაირად გეცვა ეგ დასყვაზნიაკებული შარვალი. აი ამას აღარ ჩოვიცომი. არ გადააგდო არ გამაგიჟო ეხლა რა. დადეკაცო იქით პოლისტილოდ გამოვიყენებ მერე. აუ ჯეიცი შარვალი რო გამეხა მაგ დროს გამოიარა მზიადეიდა პირველ სართულზე რო ცხოვრობს და დამცინოდა. საცინრად რო აქ მზიას საქმე რა. ქმარი სამსახურიდან ხო გამოუგდეს. შვილი გაუბედურებული ოროსანი. დედამთილი დიალეზი ყავს და ეს ყველანი ერთად ცხოვრობენ ერთოთახიან ბინაში. იცინოს ბატონო, სხვა რა გადარჩენია. იმინეჯორბი უროხალე. აჰა, დავაკერე მე მგონი მიდი აბა ამოიცვი. ჩაალაგე ეხლა ეს ყველაფერი უკანინგა. აჰა, შვენივრად გაქ რა გინდა. ნუცანცარებ ეხლა კაცო გაჩერდი რა. ანასტასია მიდი ხა და ესენი ჩავალაგო. წაიღე რა ოთახში შეიტანე. რა იყო რა გატირებს ომარიკო? იცი ბაშები შემოგვესიმნი. შენ ხარ ინგა? ამერია. კი ბატონო იცინეთ. მაგრამ მე სახლი დავაკრიალე დილიდან. ბრწყინავს ყველაფერი. ვაიმე, თაგმა გაირბინა რა არის ეს? მიხედავები? მაგრამ მიკბინოს ეგრევე გავიტრუპები. მე ადით რა სკამებზე იყავით გეხოცები, როგორ დავიჭირო ეხლა მე სამხელა ქალმა, ჰა? აუ განებეთ მაგ თაქვს თავი, ერთი კვირა აქ და ყველს ვაჭმევ ხოლმე. შენ თუ ხარ ნორმალური ბიჭო? რა ღირს იცი 1 კილო ყველი? 18 ლარი კაცო. ხო ხედავ რა დეგენერატი ბავშვია. თავი მოიშინაურა. მე აღარ ჩანს მე მგონი წავალ ხაფანგს მაინც ვიყიდი. როდემდე უნდა ეტრაშუნოს კაცო თაგმა დაკრიალებულ სახლში. თავის მერე შენ მოგივლი ბაშბატონო. დაიჭერს ახლა ინგა ამ თავს და აღარ გიყოლება მეგობარი. ნეტა რა გიხარია, შენ ოთახში იყო გუში მთელი ღამე. არ არსებობს, სატენი შემიჭამა, შუაზეა გადაჭრილი. ნაწყენია ალბათ, არაფერს რო არ აჭმევდი. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. მე ვიყიდე ხაფანგი ქვემოთ მაღაზიაში, მაგრამ რა დავუდო ეხლა ამას, ჰა? ნიგოზი? ჭამს ბიჭო ნიგოზს ეს. კი უყვარს ძალიან. რადო არ ეყარება გენაცვალე, გემოვნებიანი თავი ყოფილა, კაი ოჯახის შვილი. სიო გავამზადე დავდებ ეხლა და გადიდკუხნიდან დაველოდოთ. დედა სად არის კაცო ეს თავი აქამდე ჩამოღამდა შუქი ვეღარ ამინთია. დედა გაება მე მგონი. აუ ძიძი გამყო. ომარიკო დაიჭირა პროსტა. მაგარი კოსტუმი გავაძლე ჰელოუინისთვის. თიკო რომ მოაჩავიცმევ. იქ არ დათვრეთ ეხლა და ისო პოლიციის ეკიპაჟმა არ მოგიყვანოს სახლში. თორე მე კარს არ გავაღებ. აუ მაგარი ცუდად გავხდი მაშინ. თიკო ვაფშე კალახიანი მივიდა სახლში. თიკო იქნება ომარიკო გააღე. ინგადეიდა როგორ ხართ? გოგო შენ კიდე არ ხარ მზად? გაიგიჟა თავის ანამ თიკო არ მოვა არ ჩავიცვამოდა. ღბერთს მადლობა რომ მოხვედი. არც მე არ ჩამიცვია ჯერ დაკეთენ ჯერ ჩემთან წავალ და მერე ივენტზე. კი ბატონო, ისეთი ბროტმოქმედის კოსტუმი შევარჩიე რომ გაგიჟდები. მიდი ახლა ჩაიცვი და გვენახე. თიკო ყავას ხო დალევ შვილო. აუ კი ინგადეიდა. მეც დავლევ მიდი მოადუღე. ერთი სული ქონდა ჩემს ოდის მოხვიდოდი. ანასტასიამ არ მოუდუღა ყავა და შენ გელოდებოდა. ომარიკო, ატაიძიათ სუდა. დედა რა ვერ ჩაიცვა ამან კიდე კაცობა ანასტასია. მაცადი ჩხდილი ხო არ გამოვალ. აუ ხალდილით გვაქვს ისტორიაც და ვერ დავლებთ ვაფშე. თორე გამოგაბრუნებს ეგრევე უკან მასწავლებელი. ღირსებიც იქნებით. აჰა, გამოვიდა. დედა ვისი კოსტუმია გოგო ეს? რა არის ვერ ვიცანი. თიკო იმედია შენ მაინც მიხვდი. გოგო ძალიან მეცდობა, მაგრამ რატო ვერ ვიხსენებ? თეკლა გურგენიძე ვარ. პირდაღებული უნდა დავტოვო. ცაფირუზის ფერია
აღარ ძივინთინდა და აღარ აღარაფერი მაგით. კაი გოგო დამშვიდდი რა ეხლა. რა არის გოგოებო, რატომ მობრუნდით კაცო ესე მალე? აუ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა ინგადეიდა. ხარი. თელა გურგენიძე ჩემი კოსტუმი ეცვა. ვაიმე 39 კომარიკო სიცხე რა გავქნა. აუ ძალიან ციო. მე ზრიან წინდებს მოგიტან. შენ კიდე პარაცეტამოლი დაალია მანამდე მიდი. როგორ არის პაციენტი? გადარჩება? მიმღებში დაელოდ სულ გამოვშტერდი მეც კიდე რა აღარ ავარ სრულ ჭკუაზე რეებს ვლაპარაკობ. აუ კორონა ხო არა აქ? კორონა კი არა ვიღას ახსოვს ერთი. გაცივდებოდა კაცო იმ დღეს ეზოში დარბოდა ოფლიანი. დეგენერატი ეგ. ინგა როგორ არის ბავშვი? ისეთი მაღალი სიცხე აქვს რომ იწვის ბავშვი რა. ძმარი მიმაქ ახლა იქნება ამან მაინც უშველოს 1000 საქმე მაყრია თავზე. მომიცი მე შევუტან შენ საქმეს მიხედე. აუ ისე ჯიგარსონალია დეიდა. ერთადერთი ნორმალური მეზობელი გვყავს. ლია ოქროა კაცო რას ამბობ. არაფერი რო არ ეშლება ეგეთია ზუსტად. ინგა დალია სულ წინააღმდეგობა კი გამიწია, მაგრამ მაინც სულ დავალებინე. ლექსი რო არ ვისწავლო არ შეიძლება. რას ქვია მარიკო არ ისწავლო კაცო მიდი დავიწყოთ ახლა. ვაზი უხმობს პატარებს მოდით ყველანი. გაიმეორე მიდი. ვაზი უხმობს პატარებს მოდით ყველანი. შეეშვი ვერ იზეპირებს ხო ხედავ? არ მაინტერესებს ეგმე. ლექსები მეც მიჭირდა ხოლმე გენაცვალე, მაგრამ დედაჩემი რო აიღებდა ხოლმე ფეჩის საჩხრებს, აი მე კაიდერი შვილი იყავი არ გესწავლა. გააგზელე მიდი აბა, თქვენს გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი. გაიმეორე მიდი. თქვენს გასინჯეთ აუ ყურძენი გვაქვს. შეხედე რაზე უნდა ეხლა რომ გადამატანინოს ყურადღება. ყურძენს მოგცემ მე შენ. გაიმეორე მიდი ახლა მთელი სტროფი გადავაბათ. დაიწყე. ვერ სწავლობ ამ ლექსს. სუტყვილატირი ხარ. ინგას ცრემლების არჯერა. მიდი ახლა მეორე სტროფი აბა ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ჩხა რა არის? არ არის ახლა კაცო მაგის დრო დაიზეპირე მიდი რა. აუ ტუალეტში გავალეთი წუთი. წადი ხო, მალე მოდი ოღონდ. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი იშლება ნერვიულობით. არა უშავს არ მეჩქარება არსად, მთელი ღამე წინ არის. ძე მოუყევი ლექსი და ნატო მასწავლებელმა ათიანი დამაწერა ხელზე. უყურე? აი რა კარგია რომ ვისწავლეთ გუშინ. მოდი აბა ერთი მაჩვენე. თეთა 0-1 რატო გაწერიო მარიკო ხელზე? მიდი ცოტაც და ეგ არის. მოვიგებ. სულ მეშინოდა რომ ეს დღეც დადგებოდა. რა გინდა ვთამაშობ აი გროვეში. ქულებს დავაგროვი და მე ფაზაკლებაში გადავცვლი. ნაუშნიკები უნდა დავითრიო. ნაუშნიკებს ფული უნდა. ის კი არა ხინკალს რო აგორავებ მან ბურთის მაგივრად. პროსტა. თელა გურგენიძე გაიჩნდა ლიდერბორდში. რამდენი ქულები აქვს? ალბათ ვინც ბიჭები ყავს ყველა სათამაშებს. მე რითი გავერთო? ეზოშიც არ გამიშვი. ომარიკო მოდი თამაშ ჩაგირთავ. ხმლები უნდა ისროლო. აუ მინდა კი ვინა მოკლა. დანები და ხმლები ისროლეთ ხო? და ბოლოს მეც მომკლავთ ალბათ. თამაშებია უბრალოდ არავის არ გკლავთ. რომ მოვიგებ ფაზაკლებას მე შენს გადმოგაწერინებ. აუ ნეტ იმ შოკოლადებზეც იყოს ფაზაკლება. რა შოკოლადებზე? მაღაზიაში იყო გუშინ შოკოლადი 3.80 ღირდა და დედამ ფაზაკლება რო იქნება მე რა გიყიდიო. თამაშს უყურე მანდ. ანანასებს უნდა გაარტყა იქ ხმლები. შტერივით რო ისვრი. ეხლა მე მორჩით მაქსის ასტიკებს და ორივე ოთახებში. დროზე. მოიცა 3 ხმალი დამჩვა სასროლი.
დროულად მეთქი. სანამ მე დამიწყია ეხა დანების სროლა. კაი გამოვთი თორე იქ მართა გვესვრის. თიკო აიგროვე რო გაიჩნდა ხო იცი აპლიკაცია. ფაზაკლებას ვიგებ მაგით. დეჩი შევალით ახში და მოგიყვები. ომარიკო ამ გარშოქს მე მიტოვებ. გაიყოლე მიდი ოთახში. რა თამაშია ერთი რა არის. სადნო ვიშროდო ეხლა ეს ხმალი, ჰა? ეგ არის. ინგა საჭმელს ხარ შემოგთავაზებდი ოჯახს. მოდით ხო და გავაკეთებ აგერ ჩაის. ისევ ერთი პაკეტი თუ უნდა გააკეთო სამივე ჭიქა. არ მინდა მაშინ. წყალ-წყალა ჩაი. ესე იგი ამის თვალს ხო არაფერი გამოეპარება რა. ისატო ვერ დაინახე. წვერი რო იყო გადმოსაწმენ დიეტა კი რო იყო დასაგველი. სათავისოდ ხედავენ ყველაფერს. იმიტომ ვერ დაინახე რომ სულ ტელეფონშია ჩამძვრალი. ღამის 4 საათზე დაიძინა გუშინ. შერეიცი მე რომელზე დავიძინე? ესე იგი შენს გეღვიძა. მე ტუალეტში ვიყავი გამოსული მუცელი მტკიოდა. მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი. დედა როგორ არის ბავშვი კუჩში შეკრული? უკაცრავად საჭმელს ხო არ ვჭამ? ტყილსუბს გავაკეთებ დღეს და შეჭამე. იქნება გიშველოს. ტყილის სუპი რა არის? რადგან შეგმითხო აქ ბოსტნეული, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანილები. ტყილია ყველაფერი. ანასტასია ჭამას რომ მორჩები, მაგიდა დამხვდეს მილაგებული. თორე ისევ საჭმლის გარეშე იქნება იცოდე 2 დღე. აუდემთ კი ვამუცელი, კიდე რა დავლია ნახშირი. ხო ხედავ მარიკო რო არ გშველის ნახშირი. პერედოზე არ მოგივიდეს, კაცო. 3 ლისტი დავალევინე უკვე. აიმე ოყნა გავიკეთოთ მარიკო და ეგრევე გახვალ კუჩში. თეკლე გურგენიძეს ეპილაციაზე მივუყვებით. წერეთელზე მივდივართ. წერეთელზეა ისიც, ესთეტიკის სახლი. ნინელი რო დაეხმარა მოწყობაში. რა ქვია კაცო? კალისია ქვია. და ნინელი ვინ არის ვაფშე? ხო, კალისია, ფრანდა მავიწყა კაცო. ნინელი დაეხმარა მაგათ თავის დროზე რომ აპარატურა ჩამოიტანათ ისრაელიდან. ნინელი ხა იქ არის უკვე 13 წელია და. მაინც ვერ გავიგე ვინ არის ნინელი. კაი წავედი. აუ პირველზე ვარ ჩაწერილი და მე მგონი ცოტა ადრე მოვედით, ხო? ხო, ცოტა. 11 საათზე მომიყვანე. დიდი ამბავი რომ დაელოდო რა, მეტი საქმე მაინც არ გაქვს შენ. ვისი პირველად ვარ აქ და ცოტა ნერვიულობ. გოგო, რა განერვიულებს? სლოგანი რამხელაზე წერია ვერ ხედავ? მეტი თავდაჯერებულობა. თეკლას თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლია. შეყვარებულების რაოდენობას თუ გავიხსენებთ. თან ეხლა გელის გარეშე დაამატეს პროცედურა და აღარ აგაკანკალებს. უკაცრავად გურგენიძე თქვენ ბრძანდებით? დიახ. გათავისუფლდა ადგილი თქვენთვის და წამობრძანდით. თეკლა გაყევი მიდი გელოდებიან, ოღონდ ეგ არ უთხრე ხარ რომ ნერვიულობ, ტეხავს. აუ ძალიან მაგარი იდეა მომივიდა თავში. თეკლას ხო დააწვენენ და სურათს გადავუღებ. გოგო ხო არა ფრენში, რო დაგინახოს? თიკო ჯეიმს ბონდი ნანახი გაქვს? ჯეიმს ბონდი, მარა. ხო და მიყური. უკაცრავად რო გეჭრებით, თქვენ ქუთაისშიც გაქვთ ხო ფილიალი? დიახ, გვაქვს. და ბათუმში? დიახ, ბათუმშიც გვაქვს, ფოთშიც, ზუგდიდშიც და თელავშიც. სამომწურავად გიპასუხეთ? დიახ, სრულებით. აუ, ძალიან მაგარი დოკუმენტი მოვიპოვია. აბა გოგოებო, დაწერეთ ხო თემა, ქალთა სახეები ვეფხის ტყაოსანში. აუ, ეგ მე დავწერე, მასთან სამივეზე, თინათინზეც, ნესტანზეც და დარეჯანზეც. ყოჩახ თეკლა, ნული ქულა. აუ, რა მაგრა გაიდით მამას. ასე უყურადღებოთ რომ დამიწერთ იქაც გაგინოლდებათ და ჩაიჭრებით გამოცდაში. აუ, ისე მას ამხელა რაღაცას შეგვასწავლენ, იქნება საერთოდ არ ხდება გამოცდაზე, ხა? თეკლა რისკიანი გოგოა მას, ის ხდება სამბიჭო ერთდროულად რომ ჯერ ვერც ერთმა ვერ გაუგო. თია მას ქაჯეთის ციხის აღება რა იყო, ეგ როგორ დასრულდა, მოგვიყევით რა. თამთა მე მეკითხები მაგაშვილო, ეგ თქვენ უნდა გესწავლათ დღეს როგორც მახსოვს. მოიცეთ დაასტოპეთ რა. ქაჯეთის ციხე იყო ეგეთი ადგილი? კი, და შეგნით ქაჯები ცხოვრობდნენ. შვენაირები.
კარგით გოგოებო, დღეს პატარა შეჯიბრება უნდა მოვაწყოთ. ერთი წუთი. რა შევეჯიბრებით მას? ჭიდაობაში. რა შევეჯიბრო ქართულის გაყვეთილზე? ხო, კითხვებზე პასუხში ვეჯიბრებით გოგოებო. აქეთ იქნებიან თიკო და ანასტასია და აქეთ თამთა და თეკლა მეორე ჯგუფი. დავიწყოთ, აბა. აუ, მას მაინც ამათ მოაგებინეთ, არა და ჩვენც გიპასუხეთ შეკითხვებზე. კი, მიპასუხეთ თეკლა, 4 კითხვაზე. 20-დან 4-ზე. მას ანგარიში რო გაიმეოროთ თუ შეიძლება. 17-4. ხედავ თეკლა, ბოროტსეს ძლია, კეთილმან არსება მისი გრძელია. დაბადების დღეზე მივდივარ მე და იმედია რომ სახსა დაიმხობთ თავზე ამ საღამოს. არაფერს ვიზო, მაქსიმუმ ბალეში თვცემო შენი შვილი. ანასტასია, მებია თქვენი არ გააბრაზოთ იცოდე, თორე მოკლავთ იცოდე, მაღალი წნება ქონდა ისედაც დილით. დი, რესტორნიდან რომ მოგაქვს ხოლმე საჭმელები, ეგრე წამომიღებ დღესაც, ხაჭაპური და ქაბაბი. ვერ არის ეს რა. ბიჭო, სახლში იხდის ლელა და სახლიდან ხوار წამოგიღებ საჭმელებს. ვაიმე, წავედი აბა და თქვენი ცით ახლა. ვაიმე გოგოებო, მოდი ახლა მე გეტყვით ერთ სადღე გრძელოს რა. ერთხელ ერთი დიდებული, როდესაც თავისი მეუღლისთვის საჩუქარს არჩევდა, იუველირმა გოგონა, ვინც იქ ბეჭდებს ყიდდა, დახმარება შესთავაზა. ხო და ეს კაცი დიდებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი. და რამდენი რაღაცა შესთავაზებდა ეს იუველირი გოგონა, ყველაფერი მოწონდა, ყველაფერზე თანახმარი იყო. აბა ეს ბეჭედი ნახეთ, კი ბატონო, აბა ეხლა ამას შეხედეთ, კი ბატონო, ყველაფერი მოწონს. ხო და რო შეამჩნია ამ იუველირმა გოგონამ ქალმა, რომ ამ კაცო ყველაფერი მოწონს, ყველაფერზე თანახმარიო, ადგა შეაწინა და დაანგრა სამაგალითო ოჯახი. ხო და მოდი პატიოს ან ადამიანს გაუმარჯოს, რომელიც თავის რჩეულს არავის და არაფრის გამო არ გაცვლის, არ უღალატებს და არ მიატოვებს. გაუმარჯოს ნამდვილად. გაუმარჯოს. რასადღე გრძელოები იცი, გოგოცრემილი მომადგება ხოლმე თვალზე. იმის არ იყოს, ერთხელ გოგოებო საფლავებზე ვიყავით გასული და ისეთი სადღე გრძელო თქვა, გაჭირვებულ კაცზე რაღაცა, ვერ გაიგებდი ვინ მკვდარზე ტიროდა და ვინ ინგას სადღე გრძელოზე. ისე რასაშინელებაა ღალატი. ინგას ასე მიატოვა თავისმა ქმარმა და 10 წელია უკვე აგერ კაცის გარეშეა ოჯახი. ჩემი ქმარი რო არ გეხსენებინა, ეხლა არ შეიძლებოდა, შენ ვიზერას ამბობ, გალ. აი, ტელეფონმა გადაგარჩინა ეხლა. გისმენ? არა, ამცალია ეხლა, ხო? კაი. რაო, ვინ დაგირეკავ? შენი ქმარი იყო. ჩემი ცოლი დაბადების დღეზე წასული და ამომიარე ამ საღამოს რასაკეთებო. რა იყო გოგო, ბავშვმა დამირეკა და სუკათეთ დასახეზე. შემოვედით აბა კლასში, დაიწყო მუსიკის გაკვეთილი მე მგონი. ვასო აქ დავსხდით უკან და ზელატოსი მაგ ჩუმად ჭამოთ. მას დღეს ისე უკვე დარხული გზავნა ვიმღეროთ. არა, დღეს მინდა რომ ახალი სიმღერა ვისწავლოთ, ხო? ახალ წელს არ გვინდა შური, უკნიდან მესმის ხრაშუნი. რა შჭამთ მან, რა ხდება? კარგით, აღარ შევჭამთ მას. ხო, შენთვის ეჯობია რომ არ ჭამო. სულში იყო ხელებს და მე მაგ ხელებით ჭამ, ნუ. ფუ, აუ ეხლა მივხვდი მას. ზელატოში რო ყავთ სკვინტიდან ხელებს. მეორე ძმაკ და იმას აღარ გაჭმევ. ზელატოსის გაყოფა თუ არ გინდა სხვებთან, ადექი და მოიტანე ჩემთან. გამოიტანე დროზე. აუ შენ და მეორეზე ჩემი ჭამს მასწავლებელი. აიღეთ მას. მას ეგ ძალიან გემრიელია ყველისარი. ხომ იცით რომ ძალიან მიყვარს ყველი, ისე ამბობ გეგუნება არ მინახოს ყველი. ვიმე მასე ძალიან საშინელება გამოდის. ვიმედი და აუ მას ნორმალური სიმღერები რო ვიმღეროთ. ძალიან გამოდგა. ნორმალური იქნება. Feels I was afraid, I was petrified. Go now, go. Walk out the door. Just turn around now. აუ გოგოიბო, ლექტორი არ მოდის მე მგონდა შაურმებზე ხوار გავგაზოთ. Ay, hola chicas, había una reunión, perdonadme por eso he llegado tarde. Ya empecemos. Vamos a dejar a coñero que había ყველაფერი. რა ვერ გაიგით ამოგვიანდა, იმიტომ რომ შეხვით რა იყო. Gracias.
მოდით დღეს გქონდეს გამეორების დღე, მე დაგისვამთ რაღაც მარტივ კითხვებს და როგორც შეგეძლებათ, ისე მიპასუხებთ, ხო? რა თქმა უნდა, შეცდომებით შეგეძლებათ, რომ დაუშვათ. კარგი, მოდი აი ნინი შენგან დავიწყოთ, ხო, ჩემო კარგო. Vale, dime, ¿cuántos años tienes? ¿Cuántos años tienes y de dónde eres? Soy Nini, tengo 18 años y soy de Tbilisi. La pronunciación es muy importante. Está en Maxoret. Tengo 18 años. Tara, tengo 18 años. კარგი, შემდეგი შეკითხვა ანასტასიასთან მექნება, ხო? სხვადასხვა ძალიან კარგად დამიწერა შუალედური თითქმის მაქსიმალურ ქულაზე, ხო? Კარგი, Anastasia, tú dime dónde y con quiénes vives. Გასაგებია. მოკლედ, en casa somos 3. Mi madre, mi hermano y yo. ზოგჯერ ბებიოთ ჩემი ჩამოდის ხომ და ეგრე 4 ვართ. Muy bien. Ay, Marco raton წერს ერთი წა. Vaime. Madre mía. Ay, ბავშვებო. ჩემი ესპანელი მეგობარი გაუტანია მანქანას. 1 წუთი 5 წუთში დავბრუნდები რა. Marco, ¿qué pasa? Dime, tengo una clase. აუ ბავშვებო, რებიკა მანქანას გაუტანია და არ ამგონია რომ ლექცია ჩაატაროს. საშუალო მიშხვარ გავგაზოთ. მათიკლე მოგიყვანი ზონაში. შედი ეხა და დაიხატი აჭარული ხაჭაპური. ადრე მოვედით ქალბატონო. აუ წამოშიგნით დაველოდეთ, რა თორე გავიბლიკე. ვა, რასაკაიფოთ მოუწყვიათ. ოქრუაშვილი, შეხედეთ საძის სტატუსი ხატავს. რა თქვი? შეხედი ხო იმ ბიჭთან ზის. აუ ყოველ ცოტა ხდება უბედურება, რაცა ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ დროდროს იცი ხოლმე ატეხვა, რა გეტატუებოდა ნეტა რა. ვიქრა შუაშია საერთოდ. რომ იცოდი ახლა უკეთესად მოვლიდეთ ვიდრე ზაფხულში. მზის მიკარება რო არ შეიძლება. როგორ მაინტერესებს რა სიხატავს უქრუაშვილი. რამე აგრესიული იქნება სუჩხუბობს და. მაგნერი ბუნების ადამიანი რამე აგრესიულს დაიხატავდა სისხლიანს ალბათ. აუ უკაცრავად ის გქონა რომ ის რა სიხატავს ხო არ იცით? აუ არა ვეკეთყვი. რატო ვერ მეტყოდა ახლა მისულიყო და ენახა. აი, ესენი მიყოფილანაკ. უკაცრავად წეღა რომელიღაც ტატუარტის სჭირდებოდათ გველის ესკიზები. აგერა სამი გველი და გადაიხატეთ. ველოდით მსგავს კომენტარს. იმუნიტეტი გვაქვს შენზე უკვე. რა დაიხატე აბა? და მის სისხლიანი და აგრესიული ხო? არა, მშვიდობის ნიშანი, არა ომს. მაგრამ არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ მიმბაძველები ხართ და არც მეგეტყვი 100 წელი რას ვიხატავ. გოგოებო, შემდეგი რომელი ხარ? თქვენი ხატავთ აჭარულ ხაჭაპურს?